გამარჯობა, ეთერშია ქრონიკა 14-ზე გამოშვებაში ნახავთ. რასაკითხები განიხილა მაკა ბოჭორიშვილმა ქნესეთის თავმჯდომარესთან საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალური ვიზიტი ისრაელში. ევროკომისიის განახლებული ანგარიში ევროკომისიამ ევროპის ეკონომიკური პროგნოზი გამოაქვეყნა. სოფლიოსა და საქართველოში არსებული მდგომარეობა, გამოწვევები და მშვიდობის მნიშვნელობა. ამ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება ელთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მაია ბითაძემ. ასამბლეის პარალელურად ანტისახელმწიფოებრივ ქმედებებს მიმართავს ქართული ოპოზიცია, რომელიც ელთოს სახელს საკუთარი აზრებისა და დეზინფორმაციის გასავრცელებლად იყენებს. ამის შესახებ საქართველოს დელეგაციის წევრმა სოციალურ ქსელში დაწერა. უფრო მეც მეგი ნარსავიძე გვეტყვის. მაია ბითაძემ დღევანდელ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა წლევანდელ თემაზე, ისაუბრა ეს ეხება მრავალმხრივი თანამშრომლობის აღორძინება დიალოგის გზით. სწორედ ეს არის წლევანდელი თემა და ელთოს საპარლამენტო ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას ქართველმა დეპუტატმა ყურადღება გაამახვილა ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე, მსოფლიოში არსებულ ვითარებაზე, ისაუბრა ოკუპაციაზე, მშვიდობის მნიშვნელობაზე, ასევე აქცენტი გააკეთა ეკონომიკურ კავშირების კიდევ უფრო გაღრმავებაზე, შუა დერეფანზე და ამ მიმართულებით ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანეს როლზე. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ მიმდინარე ომი და საქართველოს ტერიტორიის 20%-ზე მეტის ოკუპაცია ჩვენი რეგიონული უსაფრთხოების არქიტექტურაზე ძლიერ ზეწოლას ასახავს. ამ გარემოში წესებზე დაფუძნებული თანამშრომლობის გაძლიერება და სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა და შიდა საქმეებში ჩაურევლობა არა მხოლოდ სასურველი, არამედ აუცილებელია. ამ კონტექსტში საქართველო მიესალმება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესში ბოლო დროს მიღწეულ პროგრესს. როგორც ისტორიული აბრეშუმის გზის სახელმწიფო საქართველო მზადაა დარჩეს ნეიტრალური და საიმედო პარტნიორი. ხელი შეუწყოს მდგრად დაკავშირებადობას და მდგრადობას მთელ ჩვენს რეგიონში. საქართველოს როლი შუა დერეფანში შთამბეჭდავი ტემპით იზრდება. მხოლოდ 2024 წელს სატრანსპორტო ნაკადის მოცულობა 62%-ით გაიზარდა, ხოლო რკინიგზის მოდერნიზაცია სწრაფად ზრდის მის გამტარუნარიანობას. ამავდროულად ახალი მაგისტრალების, აეროპორტებისა და საზღვაო პორტების პროექტირება და მშენებლობა, წყალქვეშა კაბელის პროექტის სტრატეგიულ პოტენციალთან ერთად გაცილებით მეტს წარმოადგენს ვიდრე უბრალოდ ინფრასტრუქტურის განვითარებას. ისინი ქმნიან საქართველოს სტრატეგიული ეკონომიკური უსაფრთხოების საყრდენს, უზრუნველყოფენ ევროპასა და აზიას შორის უსაფრთხო და საიმედო მარშრუტს, ამცირებენ გეოპოლიტიკურ რისკებს და აძლიერებენ ინვესტორების ნდობას. მაგრამ კოლეგებო, ეს ყველაფერი შეუძლებელია ქვეყანაში მშვიდობის, გამჭვირვალე მმართველობისა და უცხო ქვეყნების მხრიდან სუვერენიტეტის პატივისცემის გარეშე, რაც ჰელსინკის დასკვნითი აქტის ძირითადი ვალდებულებებია. ბოლო დროს ზოგიერთმა აქტორმა სცადა ელთოს ინსტრუმენტად გამოყენება საქართველოში საკუთარი ვიწრო პოლიტიკური მიზნებისთვის. ასეთი ჩარევა ძირს უთხრის ნდობას, აღვივებს პოლარიზაციას და ასუსტებს ჩვენს ორგანიზაციას. მხოლოდ სანდო მიუკერძოებელ ელთოს შეუძლია შეინარჩუნოს სტაბილურობა, დიალოგი და თანამშრომლობა. საქართველო ატარებს საკუთარ ზომაზე გაცილებით დიდ ღირებულებებს, თავისუფლებას, სუვერენიტეტს, მშვიდობასა და დაკავშირებადობას. როგორც ქვეყანა, რომელიც ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე მდებარეობს, საქართველო მზადაა კიდევ უფრო გააღრმავოს თავისი როლი როგორც საიმედო პარტნიორმა და მნიშვნელოვანმა ჰაბმა. ხელი შეუწყოს უსაფრთხო ვაჭრობას, მდგრად მიწოდების ჯაჭვებს და საერთო კეთილდღეობას მზარდად კომპლექსურ მსოფლიოში. ვიდრე ქართული ოცნების წარმომადგენლები ელთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე და ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საუბრობენ, ქუჩის და დერეფნების პოლიტიკოსებად ქცეული ქართველი ოპოზიციონერები, ისევ ანტისახელმწიფოებრივი ქმედებებით არიან დაკავებულები. თურქეთში იმყოფებიან თინა ბოკუჩავა და გიგი წერეთელი, რომლებიც ავრცელებენ ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ელთოს საპარლამენტო ასამბლეაზე მიიღეს ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუცია, რომელიც საქართველოსთან დაკავშირებით არის კრიტიკული შინაარსის, თუმცა ეს რომ სიმართლე არ არის, მალევე გამოაშკარავდა. დღეს ქართული ოცნების წევრებმა აღნიშნეს, რომ ეს იყო ერთგვარი ჯგუფის შეხვედრა, ევროპის სახალხო პარტიის ჯგუფის შეხვედრა და მსგავსი შინაარსის რეზოლუცია არ მიუღია ელთოს საპარლამენტო ასამბლეას, არც მსგავსი შინაარსის კრიტიკული განცხადებები გაკეთებულა საქართველოსთან დაკავშირებით და ასევე ყურადღება გაამახვილეს იმაზე, რომ ელთოს ფორმატში ევროპის სახალხო პარტიას რაიმე ფორმალური მანდატი არ გააჩნია.
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში ევროპის სახალხო პარტიამ და თანამოაზრე პოლიტიკურმა ჯგუფმა მიიღო საგანგებო რეზოლუცია საქართველოზე, სადაც საუბარია ავტორიტარულ ნაბიჯებზე აღწერს იმ პოლიტიკურ რეპრესიებს, რომელსაც ადგილი აქვს ქვეყანაში. თინა ბოკუჩავა და დიდი წერეთელი, რომლებიც აქ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე არაფორმალურად იმყოფებიან, აცხადებენ და ჩვენ მოვისმინეთ თინა ბოკუჩავას განცხადება, რომ თითქოს ეუთომ რეზოლუცია მიიღო საქართველოსთან მიმართებით, სწორედ იმ ტექსტით და სულისკვეთებით, რაზედაც თვითონ თინა ბოკუჩავა ფიქრობს და ნაციონალურ მოძრაობა ფიქრობს. ჩვენ საქმე გვაქვს ძალიან სამარცხვინო ფაქტთან. ამგვარი განცხადება შეხვედრაზე არ გაჟღერებულა, ასეთ განცხადებას ჩვენ ვერც ეუთოს ვებგვერდზე ან ჩანაწერებში მოვიპოვებთ. შეიძლება ითქვას გარკვეული პოლიტიკური და დიპლომატიური სკანდალიც არის, როდესაც ევროპის სახალხო პარტიის ქართველი წარმომადგენელი თინა ბოკუჩავა ეუთოს სახელით საუბრობს. ჩვენ პარტნიორებს ეუთოში აუცილებლად ჩავაყენებთ ამის თაობაზე საქმის კურსში. ეს არის არარსებული დოკუმენტი ეუთოს ფორმატისთვის, იმიტომ რომ ეს არის ევროპის სახალხო პარტიის ფრაქციის, ასე ვთქვათ, შიდა დოკუმენტი. ასევე შევახსენებ ჩვენ საზოგადოებას, რომ ეუთოს ფორმატში ევროპის სახალხო პარტიას არანაირი ფორმალური მანდატი არ გააჩნია. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა რეზოლუციებს იღებს მხოლოდ და მხოლოდ ზაფხულის სესიებში. შესაბამისად, წელს ეხლა უბრალოდ ნოემბერში არანაირი რეზოლუცია არც მიუღია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას და დღევანდელი დღის ბოლომდე, როდესაც დამთავრდება შემოდგომის სესია, არც არანაირ რეზოლუციას არ მიიღეს. ეხლა პოილი ნომერი მეორე. როგორც იპიპის, ასევე სოციალისტების ან ნებისმიერ სხვა პოლიტიკურ ჯგუფს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში არ გააჩნია რაიმე ფორმალური სტატუსი. შესაბამისად, ეს ჯგუფები არ არის, ასე ვთქვათ, გამყარებული ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რაიმე დოკუმენტი. ანუ ეს არის უბრალოდ თანამოაზრეთა ჯგუფი, მეგობართა ჯგუფი, რომელიც შეიძლება შეიკრიბოს და ნებისმიერ საკითხზე იმშეს. ტექნიკის გაკეთებასაც ალბათ ცოდნა და გამოცდილება უნდა და ცოტა ინტელექტით უნდა დააყოლო, იმიტომ რომ როდესაც ხუთწუთიანი ნიუსით კი არ გამოგდის, ნებისმიერი დაინტერესებული ადამიანისთვის ძალიან მარტივია, რომ უბრალოდ ინტერნეტში მოძებნოს, როდის იღებს საპარლამენტო ასამბლეა რეზოლუციებს. მე უბრალოდ ვერ ხვდები ამის აზრი რა არის და რა მიზანი აქვს ამას, რომ ასეთი მძარე ხარისხის დეзинფორმაცია გააუწევთ. დეзинფორმაციის გავრცელება ნაციონალური მოძრაობის მხრიდან არ არის სიახლე და არც გასაკვირი და მე მგონი, რომ ქართულ საზოგადოებას აქვს საჭირო სიმტკიცე იმისა, რომ ასეთ დეзинფორმაციებზე არ კონდეს რეაგირება. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაზე გუშინ სიტყვით გამოვიდა ნიკოლოზ სამხარაძე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე. მისაუბრა ეუთოს როლზე სადამკვირვებლო მისიის მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ მიუღებელია არჩევნებზე დაკვირვების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება. მადლობა მეგინა არსავიძეს. გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებს, რომელშიც სხვადასხვა სფეროში საქართველოს წინსვლა აღნიშნული, ამჯერად ევროკომისიის განახლებული ანგარიში დაემატა. ევროკომისიამ ევროპის ეკონომიკური პროგნოზი გამოაქვეყნა. ანგარიშის მიხედვით საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2025 წელს 7.3% იქნება. ამავე ანგარიშის თანახმად უკრაინასა და მოლდოვაში მხოლოდ 1.6%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებენ. ამ ყველაფრის ფონზე მათ შორის ევროკავშირის ელჩის განცხადებები მმართველი გუნდის შეფასებით ბრიუსელის პოლიტიკური დღის წესრიგიდან გამომდინარეობს. მაკუნა აბულაძე მუშაობს თემაზე და ის პირდაპირ ეთერში გვერდება. ბრიუსელის მიკერძოებული პოლიტიკური დღის წესრიგი ოფიციალური თბილისისთვის მით უფრო ბოლო მოვლენების გათვალისწინებით ახალი არ არის. ასე მოხდა ამ შემთხვევაშიც. რეალობას არის აცდენილი ერთი მხრივ ევროკომისიის ანგარიში და მეორე მხრივ ბოლო დროს ევროპელი ბიუროკრატების და მათ შორის ევროკავშირის ელჩის მიერ გაკეთებული განცხადებები ჩვენს ქვეყანასთან დაკავშირებით.
ევროკომისიის ანგარიში ვკითხულობთ, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის უპრეცედენტოდ მაღალი მაჩვენებელი არის პროგნოზირებული, რასაც ვერ ვიტყვით დანარჩენ ორ კანდიდატ ქვეყანას, გულისხმობ უკრაინას და მოლდოვას, თუმცა იგივე ბრიუსელიდან ხშირად მოგვისმენია იმასთან დაკავშირებით განცხადებები, რომ მოლდოვაც და უკრაინაც საქართველოს წინ უსწრებს, მაგრამ არც ერთ საერთაშორისო კვლევაში ეს ფაქტი ყოველ შემთხვევისთვის ამ დრომდე არ დადასტურებულა. როგორც ქვეყნის პირველი დიპლომატი ამბობს, საქართველოს კონკრეტული სამოქმედო გეგმა აქვს, რომელსაც მიხვება და ეს გეგმა მოიაზრებს რეფორმებს, კონკრეტულ ნაბიჯებს, რომელიც უნდა გადადგას ჩვენმა ქვეყანამ, არა მხოლოდ ეკონომიკური, არამედ სხვადასხვა მიმართულებით და ასე მომზადებული იყოს 2030 წლისთვის, როდესაც მართლაც სრულფასოვნად გახდება დიდი ევროპული ოჯახის წევრი. მანამდე კი ის აბსურდული განცხადებები და ბრალდებები, რომლებიც ბრიუსელიდან ისმის მმართველი პოლიტიკური ძალისთვის მხოლოდ პოლიტიკური სპეკულაცია. რაც შეეხება რადიკალურ ნაწილს, ნაციონალურ მოძრაობაშიც კი მოუწიათ იმის აღიარება, რომ ჩვენი ქვეყანა პროგრესს ნამდვილად განიცდის, თუმცა იგივე განცხადებაში მათ თქვეს, რომ მათთვის მნიშვნელოვანი ახლა უფრო სხვა საკითხებია, ვიდრე საქართველოს ამ წარმატებაზე საუბარი. გარკვეულ ინდექსებში რო ცუდი მაჩვენებელი არ გვაქვს, ახლა ეს არ მიუთითებს იმას, რომ არ არსებობს ის რეალური პრობლემები, რომელსაც ჩვენ საუბრობთ. ციფრები ყოველთვის მიუთითებს იმაზე, რომ ძალიან რთულია მოატყო საზოგადოება. სულ ცოტა ხნის წინ ევროკომისიამ გამოაქვეყნა გაფართოების ანგარიში, სადაც უარი თქვა საქართველოს ეკონომიკური მიმართულებების შეფასებაზე და რეალურად ეს ანგარიში არ ასახავს იმ რეალურ სურათს, როდესაც ჩვენ საუბრობთ ქვეყნის ეკონომიკურ პროფილზე და სულ რამდენიმე დღის შემდგომ აქვეყნებს პროგნოზებს, თუ როგორი არის კანდიდატი ქვეყნების ეკონომიკური განვითარების პროგნოზი, სადაც სულ სხვა სურათი იხატება და ძალიან კარგად ჩანს, თუ რა პერსპექტივა აქვს საქართველოს. გაფართოების კონტექსტშიც ეკონომიკური გაძლიერების და ეკონომიკური განვითარების გარეშე წარმოუდგენელი იქნება რომელიმე ქვეყნისთვის ევროკავშირში გაწევრიანებაზე საუბარი. ეკონომიკური სიძლიერე ჭირდება ქვეყანას იმისთვის, რომ იყოს კონკურენტუნარიანი, როდესაც ევროკავშირში წევრობაზე ვსაუბრობთ, შეძლოს იმ რეფორმების გატარება, რაც სჭირდება ევროკავშირში წევრობა. საქართველო არის მართალი, როდესაც ამბობს, რომ ჩვენი ქვეყანა 2030 წელს იქნება ყველაზე მეტად მომზადებული ევროკავშირში წევრობისთვის. საქმე გვაქვს კიდევ ერთხელ პოლიტიკურ манипуляციასთან ამ შემთხვევაში, იმიტომ რომ ერთის მხრივ გვესმის ეს პოლიტიკური ხმადაღებული განცხადებები, მეორეს მხრივ მათსავე სტატისტიკაში, არათუ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მათსავე ევროკომისიის მიერ გამოქვეყნებულ შეფასებებშიც ქვეყანა ლიდერობს უამრავი მიმართულებით. მაგრამ აქ მარტო ეკონომიკურ სტატისტიკაზე არ არის საუბარი. აქ არის საუბარი მაგალითად კორუფციასთან ბრძოლაზე, მმართველობის სტანდარტებზე, კეთილსინდისიერებაზე, ხელისუფლების, სახელმწიფო ინსტიტუტების გამართულად ფუნქციონირებაზე, ანუ იმ კრიტერიუმებზე, რომლითაც ფასდება ქვეყნის ფუნდამენტური მდგომარეობა. შესაბამისად, ბუნებრივია ეს არის ჩვეულებრივი ორმაგი სტანდარტი. ეკონომიკური ზრდა არ არის მხოლოდ ციფრები და ის მოაქვს მთავრობის სწორ და თანმიმდევრულ პოლიტიკას. პირველ რიგში ამის წინაპირობა არის ქვეყანაში მშვიდი და სტაბილური ვითარება და რა თქმა უნდა ის საინტერესო ბიზნეს თუ საინვესტიციო გარემო, რომელიც მიმზიდველი იქნება ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორებისთვის. ამიტომ მთავრობის ეკონომიკური გუნდი ამბობს, რომ საქართველოს პოტენციალი არა მხოლოდ ეკონომიკური, სხვადასხვა მიმართულებით სრულად იქნება გამოყენებული და ჩვენი ქვეყნის წარმატებაზე მომავალში არაერთი გავლენიანი საერთაშორისო ორგანიზაცია ისაუბრებს. აღნიშნული ზრდის პროცენტი ერთ-ერთი ყველაზე მაღალია სხვა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების პროგნოზთან შედარებით. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნების ზრდის პროგნოზს 1.7-ჯერ აღემატება. მაგალითად, თუ შევხედავთ ჩვენი ევროპის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს 2025 წლის აღნიშნული 1.4%-ში ადგენს, როცა საქართველოს ეკონომიკური ზრდა 7.3%-ია. საქართველოს ეკონომიკა 2025-27 წლებში გაიზრდება 5.9%-ით, როცა ევროკავშირის ეკონომიკა ჯამურად გაიზრდება საშუალოდ 1.4%-ით. რა თქმა უნდა, ეკონომიკური ზრდის აღნიშნული მაჩვენებლები კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოს მთავრობის სწორ და თანმიმდევრულ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც ეკონომიკური ზრდის მაღალი ტემპების შენარჩუნებაზეა ორიენტირებული.
ევროკომისიის ანგარიში არ არის ერთადერთი, რომელიც საქართველოს წინსვლასა და პროგრესზე სულ უფრო ხშირად საუბრობს. არაერთ საერთაშორისო გავლენიან გამოცემას აქამდეც უთქვამს, რომ ჩვენი ქვეყანა მოწინავეა მათ შორის კორუფციის არარსებობის, კანონის უზენაესობის, მთავრობის ეფექტური მუშაობის თუ სხვადასხვა მიმართულებით და რა თქმა უნდა ამ ჩამონათვალში ყოველ ჯერზე ყურადღებას ამახვილებენ ეს ორგანიზაციები ეკონომიკურ ზრდაზეც. შესაბამისად ამ ფონზე გაუგებარია რა კრიტერიუმებით ხელმძღვანელობს ოფიციალური ბრიუსელი, როდესაც ჩვენ ქვეყანასთან დაკავშირებით არა ერთგვაროვან განცხადებებს აკეთებს, თუმცა ამ განცხადებების მიზანიც მმართველი პოლიტიკური ძალისთვის უკვე დიდი ხანია ცნობილია. მაკუნა აბულაძე საუბრობდა პირდაპირ ეთერში. Eagle Hills-ის მასშტაბურ საინვესტიციო პროექტზე ოპოზიცია ხელშეკრულების სრულად გასაჯაროებას ითხოვს. განსაკუთრებით აქტიურობს ლელოს ლიდერი. პრემიერ-მინისტრი განმარტავს, რომ მსგავსი ტიპის ხელშეკრულებები კომერციული სტატუსით გრიფირებას ექვემდებარება. ეს ის შემთხვევა, როცა ინვესტორს არ სურს სხვა ქვეყნებთან მოლაპარაკებების პარალელურად საქართველოსთვის მიცემული პირობები გასაჯაროდეს. ხელისუფლება მამუკა ხაზარაძეს უარგუმენტო კრიტიკაზე და ანაკლის კონსორციუმსა და მთავრობას შორის გაფორმებულ ანალოგიურ ხელშეკრულებაზე მიუთითებს. ლელო თავის მართლებას ცდილობს. ნინო არღვლიანია თემით პირდაპირ ეთერში. საუკუნის ინვესტიციის წინააღმდეგ განცხადებები ლელოში მედიის გარეშე პარტიის კამერის წინ კეთდება და ალბათ ეს ერთი ფაქტი მათ შესახებ ყველაფერს ამბობს. დღეს კი თაზო დათუნაშვილს მოუწია დაწერილი განცხადების წაკითხვა იმის თაობაზე, რომ თურმე ანაკლიის კონსორციუმთან გაფორმებული ხელშეკრულების გასაიდუმლოება შესაძლებელი იყო, იგივეს გაკეთება კი 6,5 მილიარდიან ინვესტიციასთან დაკავშირებით კი შესაძლებელი არ არის. დღეს დათუნაშვილმა სცადა საზოგადოების მოტყუება იმასთან დაკავშირებითაც, რომ თითქოს არანაირი ინფორმაცია არ არის ცნობილი, რა იქნება ამ პროექტიდან სახელმწიფოს მოგება. მაშინ, როდესაც ხელშეკრულების გაფორმების დღესვე ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფოს მოგება Eagle Hills-ის პროექტებიდან 33% იქნება. ბუნდოვანი არაბული პროექტის შედარება ანაკლიის სპორტის პროექტთან არის უბრალოდ კომიკური, დანაშაულებრივი და სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგო. შეუძლებელია ერთმანეთს შეადარო ერთის მხრივ ანაკლიის საპორტო პროექტი, რომელიც აბსოლუტურად თანხვედრაშია საქართველოს გეოპოლიტიკურ ინტერესებთან, ჩვენ ეროვნულ ინტერესებთან, ჩვენ საერთაშორისო როლთან, ეკონომიკურ და სამხედრო ინტერესებთან და მეორეს მხრივ ამას შეადარო დეველოპერული პროექტი, ბუნდოვანი კონტრაქტით, რომელიც სერიოზულ კითხვის ნიშნებს აჩენს. მამუკა ხაზარაძე და მისი პარტიის წევრები დღეს მართლმა პარტიამ იაფასიან დემაგოგიაში დაადანაშაულა, რადგან ქართული ოცნება ამბობს, რომ ეს სხვა არაფერია თუ არა ებრძოლო ქვეყნის ეკონომიკას და არ გინდოდეს საქართველოს მოქალაქეებისთვის ეკონომიკური კეთილდღეობა. ქართული ოცნების წევრები აცხადებენ, რომ მამუკა ხაზარაძეს კარგად ესმის, თუმცა ამის საპირისპიროდ მაინც მოქმედებს ეს საერთაშორისო პრაქტიკაა, როდესაც ინვესტორს არ სურს ხელშეკრულების გასაჯაროება და ამ პრაქტიკით ისარგებლა მან თავის დროზე, როდესაც უარი თქვა გასაჯაროებულიყო ანაკლიის კონსორციუმსა და სახელმწიფოს შორის გაფორმებული ხელშეკრულება. საუბარი არის უპრეცედენტო ინვესტიციაზე ჩვენს ქვეყანაში და ვინც ამ ყველაფერს ეწინააღმდეგება, კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ მათ არანაირი ინტერესი არ აქვთ ჩვენი ქვეყნის განვითარების და ჩვენი ქვეყნის წინსვლის. ეს არის ერთადერთი დასტური იმ აჟიოტაჟის, რაც არის შექმნილი ამ პროექტთან დაკავშირებით. ძალიან კონკრეტულად განიმარტა ამ პროექტის შედეგები, რა შეიძლება იყოს ჩვენი ქვეყნისთვის და ეს შედეგები არის ქართველებისთვის, საქართველოსთვის, ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან სასარგებლო სიკეთის მომტანი და ეკონომიკური სარგებლის მომტანი. თავად ქონდა ამის გამოცდილება კი არა და მოთხოვნა, რომ ანაკლიის სპორტთან დაკავშირებული ხელშეკრულება ყოფილიყო კომერციული საიდუმლოს გრიფით და აღნიშნული არ გასაჯაროებულიყო. დღეს ყველა თავის ელემენტარულ პრინციპზე ამბობს უარს და პირიქით ითხოვს Eagle Hills-ის კონტრაქტის გასაჯაროებას. Ფიქრობ, რომ თავადაც გარკვეული უხერხულობა უნდა იგრძნოს, როდესაც საკუთარ თავს ეწინააღმდეგება,
თუმცა მან და მისმა პარტიამ სამწუხაროდ ისეთ რაღაცეებზე მოაწერეს ხელი და ისეთი არასწორი პრინციპები იკადრეს, რომ ამ შემთხვევაშიც ალბათ არავის უნდა გაგვიკვირდეს. უპირველეს ყოვლისა მან ყველაზე კარგად იცის, რომ ეს არის ჩვეულებრივი კომერციული საქმიანობის ნაწილი, ამ ტიპის გარიგებების და ამ მასშტაბის გარიგებების ნაწილი. მას თავად ჰქონდა ანაკლის პროექტის დროს გასაიდუმლოებული ეს ინფორმაცია, ვინაიდან ეს იყო კომერციული საიდუმლო. ამიტომ ეს ჩვეულებრივი იაფასიანი დემაგოგია მისი მხრიდან, რაც აჩვენებს ერთ რაღაცაზე, რომ მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ბიზნესისთვის ცდილობენ ამ თემით манипуლირებას, ამ თემით ხალხის ემოციებზე манипуლირებას და თამაშს და არაფერი რეალური ამის უკან არ არის. გარდა კიდევ ერთხელ გარდა მცდელობისა, რომ აი იაფასიანი პროპაგანდით შეეცადონ ამ პროექტის დისკრედიტაციას. პოლიტიკური სპეკულაციების პარალელურად კი უპრეცედენტო 6.5 მილიარდიანმა ინვესტიციამ საქართველოში სტარტი უკვე აიღო. სამშენებლო პროცესი თბილისსა და გონიოში რამდენიმე თვეში დაიწყება. ეს ნინო არღლიანი იყო. პოლიტიკური შეფასებების თემაა საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილება, რომლითაც უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის არჩევნებში ხმის მიცემის წესი იცვლება. ცვლილების თანახმად საპარლამენტო არჩევნებზე მათ 4 წელიწადში ერთხელ სამშობლოში ჩამოსვლა მოუწევთ. რა არის მმართველი გუნდის არგუმენტი და რასაც ხადებენ ოპოზიციაში, ამას ნინი გოგიშვილი გვეტყვის. უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს ხმის მიცემის უფლება არ ეზღუდებათ. ამას ხაზგასმით ამბობენ მმართველ გუნდში და ასე კანონპროექტის გარშემო აგორებულ ფუჭ ხმაურს პასუხობენ. დღეს კიდევ ერთხელ მოუწიათ იმის განმარტება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული კანონპროექტი კანონად იქცეს და ხმის მიცემის წესი შეიცვალოს, რაც გულისხმობს იმას, რომ თვითმმართველობის მსგავსად ხმის მიცემაც საპარლამენტო არჩევნებზეც მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე იყოს შესაძლებელი. მედეგობის გაზრდა, გარეჩარავებისგან, დეზინფორმაციისა და ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედებისგან საკუთარი მოქალაქეების დაცვაც ესეც მთავარი მიზანია, რადგან მმართველი გუნდის განმარტებით საარჩევნო მარათონში ამომრჩევლის ინფორმირებულობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ამის საშუალება ყველაზე ნაკლებად შეიძლება ითქვას, რომ აქვთ უცხოეთში მცხოვრებ მოქალაქეებს, რადგან მეტი შანსია იმის, რომ სადაც ცხოვრობენ, იქ პოლიტიკური ატმოსფეროს გავლენის ქვეშ მოექცნენ, ამიტომ აუცილებელია, რომ 4 წელიწადში ერთხელ საქართველოში ჩამოვიდნენ და თავად დააკვირდნენ საარჩევნო მდგომარეობას, თუ რა მდგომარეობაა საქართველოში. ამათთან ამ ყველაფერს ემატება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში ის განცხადებები, რომ გაზრდილია ტენდენცია გარეჩარევების საარჩევნო პროცესში. ფაქტები არსებობს განცხადებებით, თუმცა ოპოზიციამ კანონპროექტს მაინც მწვავე დააკრიტიკებს, თუმცა კრიტიკის მეორე დღეს თავად გიორგი გახარიას პარტიაში ერთ-ერთი ბრალდება გააბათილეს იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მმართველი გუნდის მიზანია საერთო შედეგზე გავლენის მოხდენა. ამავე გიორგი გახარიას პარტიაში თავადვე ამბობენ, რომ ამომრჩევლის საერთო რაოდენობაში ემიგრანტთა წილი მცირეა. მიუხედავად იმისა, რომ ემიგრანტების, ასე ვთქვათ, წილი საერთო საარჩევნო ელექტორატში სამწუხაროდ არ არის მაღალი და ეს არ გონია რამე განსაკუთრებულ, ასე ვთქვათ, შეღავაც აძლევდეს ოცნებას. ნებისმიერ შემთხვევაში ეს ინიციატივა ანტიკონსტიტუციური. ეს არის, რა თქმა უნდა, ჯერ ერთი კონსტიტუციის კი არა, მთავარი პრინციპების დარღვევა, ხო, ადამიანების ქართველობა ეკრძალებათ ფაქტობრივად და ძალიან უსამართლოა, როდესაც ეკონომიკაში ამხელა როლი უნდა კონდეს ამ ხალხს და პოლიტიკაში არანაირი როლი არ უნდა კონდეს. არანაირად არ ხდება საქართველოს მოქალაქეების შეზღუდვა არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით. ყველას აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში. აქ საუბარი არის, თუ ციფრები ისევ და ისევ კარგი დასტური იქნება, თუ რა გავლენა შეიძლება მოახდინოს არჩევნებზე, მაგალითად საზღვარგარეთ არჩევნების ჩატარება. ფაქტიურად არანაირი ეს ერთი, თუმცა მეორეს მხრივ ჩვენ როდესაც ვხედავთ, თუ როგორ ხდება არჩევნების თუნდაც გამოყენება, არჩევნების საკითხის გამოყენება, გავლენების მოსახდენად, ეს არის უკვე მეორე საკითხი. ისევ და ისევ დემოკრატიის პრინციპების დასაცავად, ისევ და ისევ ჩვენი მოქალაქეების არჩევნო უფლებების დასაცავად და ისევ ჩვენი ქვეყნის სტაბილურობის დასაცავად, ეს არის სწორი ნაბიჯი. დაწვრილებით განიმარტა ის მიზეზები, რის გამოც არის
უმრავლესი გათვითცნობიერებული და ყოველგვარი ზეწოლისგან თავისუფალი გადაწყვეტილება მიიღოს საქართველოს არარეზიდენტმა მოქალაქემ, ცდილობს რადიკალური ოპოზიცია საზოგადოების კიდევ ერთხელ მოტყუებას, მათთვის ეს ჩვეული პრაქტიკაა, თუმცა ტყუილები ძალიან მალე გამოაშკარავდება, არავის არ ერთმევა ხმის მიცემის უფლება, 4 წელიწადში ერთხელ საქართველოს მოქალაქეს მოუწევს ჩამოსვლა საკუთარ ქვეყანაში, აქ კარგად გაცნობა და გააზრება იმის თუ რა პოლიტიკური მდგენელია და ისე შემდგომ უკვე საკუთარი საარჩევნო უფლების განხორციელება. ცვლილება, რომელიც საარჩევნო კოდექსში შედის, უზრუნველყოფს და ამყარებს მოქალაქეების აქტიური საარჩევნო უფლებას. იგულისხმება ის, რომ თითოეულ მოქალაქეს უნდა ქონდეს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. მე მინდა ყველანაირი სპეკულაციის გამოსარიცხად, უბრალოდ ციფრები გითხრათ, დაახლოებით 2024 წლის არჩევნებში მონაწილე უცხოეთში მცხოვრები ქართველი მოქალაქეები შეადგენდა სადღაც 34-35,000-მდე ადამიანს, რაც საერთო ამორჩევლის დაახლოებით 1,5%-ია, ამიტომ ის სპეკულაციები მასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ვინმეს პოლიტიკურად შეიძლება აწყობდეს, ეს სრული აბსურდია. მათი წუხილი ძალიან ხელოვნურია და გამოწვეულია, რომ რაღაცა ესეთი ხმაური ააგო. სულ 100% რომ მიაკუთვნო, რომ გადახედოთ ახლა მონაცემებს წინაარჩევნების ოპოზიციას, რომ რაიმე სურათი შეეცვალა საქართველოს. თავისუფალი არჩევანის საშუალება უნდა მიეცეს საქართველოს მოქალაქეს, როცა ის საარჩევნო ყუთთან მიდის. და ის არის ძალიან მოწყვლადი, როდესაც უცხოეთში არის და იმ ძალების ზეგავლენის ქვეშ შეიძლება მოექცეს თავისუფლად და გახდეს მოწყვლადი, როდესაც იქ აქვს სამსახური, იქ ოპერირებს, იქ აქვს ურთიერთობები. მასზე ზეგავლენის მოხდენა ძალიან ადვილია. ეს იყო ერთ-ერთი პირველი მოტივი და არა რაოდენობა. გარდა ამ ცვლილებისა, დღის წესრიგშია საარჩევნო კოდექსის ფუნდამენტური განახლება, რადგან მოქმედი კოდექსი 2011 წელს არის მიღებული და ასზე მეტი ცვლილება შევიდა, ამიტომ აუცილებელია, რომ ახალი საარჩევნო კოდექსი ტექნიკური თუ ფუნქციური თვალსაზრისით უფრო მეტად მორგებული იყოს. კანონმდებლები კანონპროექტის განხილვას უახლოეს დღეებში კომიტეტის ფარგლებში დაიწყებენ. ნინი გოგიშვილი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი ოფიციალური ვიზიტი ისრაელში დასრულდა. მაკაბოჭორიშვილმა ბოლო შეხვედრა ქნესეთის თავმჯდომარესთან გამართა. რა საკითხები განიხილეს შეხვედრაზე, ამას ანა ბერძენიშვილი გვეტყვის. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა პირველი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ისრაელში ბოლო შეხვედრა ქნესეთის თავმჯდომარესთან გამართა. პარლამენტის სპიკერმა მაკაბოჭორიშვილს დახურულ კარს მიღმა უმასპინძლა. ბუნებრივია, საუბრის მთავარი თემა შეეხებოდა ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის ურთიერთობის პერსპექტივაზე და აღინიშნა, რომ ამ ურთიერთობების პარალელურად საქართველოსა და ისრაელს განსაკუთრებულად მეგობრული და კარგი ურთიერთობა არაერთ სფეროში აქვს. საუბარი შეეხებოდა როგორც სავაჭრო ეკონომიკური კავშირების გაღრმავებას, ისე კულტურული და ბიზნეს სფეროში გადასადგმელ ნაბიჯებს, რათა ორი ქვეყანა კიდევ უფრო მეტად დაახლოვდეს. აღსანიშნავია, რომ ისრაელიდან საქართველოში ტურისტების რაოდენობა ბოლო წლებში განსაკუთრებულად მატულობს. საკმაოდ მჭიდრო არის ჩვენს პარლამენტებს შორის თანამშრომლობა წლების განმავლობაში. რა თქმა უნდა, ეს სასიამოვნოდ და კარგად აისახება ჩვენს ურთიერთობებზე და ვისაუბრეთ სამომავლოდ, როგორ უნდა გაგრძელდეს ეს თანამშრომლობა ორი ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებს შორის. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ჩვენ ვისაუბრეთ ზოგადად ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებზე, იმ მჭიდრო ისტორიულ კავშირებზე, რაც არსებობს ჩვენს შორის და ჩვენს ხალხებს შორის და იმ მიმართულებებზე, რა მიმართულებითაც მეტი ძალისხმევა არის საჭირო იქნება ეს ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერება, ბიზნეს კავშირების გაძლიერება. ორი დღის განმავლობაში მაკაბოჭორიშვილმა არაერთი მაღალი დონის შეხვედრა გამართა. ბუნებრივია, საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდა კოლეგას, ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრს. მაკაბოჭორიშვილი ასევე შეხვდა ისრაელის უსაფრთხოების მინისტრსაც. საუბარი შეეხებოდა სამართალდამცავ ორგანოებს შორის ურთიერთობების დინამიკაზე და აღინიშნა, რომ სამინისტროებს შორის შეიძლება გადაიდგას ისეთი ნაბიჯი, რომ ურთიერთობები მეტად განვითარდეს. საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე შეხვდა სოფლის მეურნეობის მინისტრსაც. მხარეებმა ისაუბრეს იმ გადასადგმელ ნაბიჯებზე, რომელიც შეიძლება ორმა ქვეყანამ გადადგას, რომ კონკრეტულად ამ სფეროში საქართველო და ისრაელი კიდევ უფრო მეტად დაახლოვდეს.
ისრაელიდან პირდაპირ ეთერში ანა ბერძენიშვილი საუბრობდა. საგარეო საქმეთა მინისტრის შეფასებით, კითხვის ნიშნები აღარ არსებობს, ვის აქვს ევროინტეგრაციის პროცესში შეჩერებული და ვინ დგას ამის უკან. ამას ისიც ადასტურებს, რომ გაფართოების შეხვედრაზე საქართველოს ევროკავშირი არ იწევს. მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ბრიუსელის გადასაწყვეტია, როდის მიეცემა ქართულ ხალხს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ დიალოგის დაწყების შესაძლებლობა. ის რომ საქართველოსთან მიმართებაში სავიზო რეჟიმის წესების ცვლილებებს განიხილავენ, სწორედ ის რომ ამ საკითხზე ხდება მუდმივად საუბარი საქართველოსთან დაკავშირებით მაშინ, როდესაც არანაირი საფუძველი არ არსებობს იმისათვის, რომ ქართულ საზოგადოებას აშინებდე უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხით, ჩვენთვის ცხადი ხდება, რომ ბრიუსელი ყველა მექანიზმს, ყველა ბერკეტს იყენებს იმისათვის, რომ ქართული საზოგადოება დააშანტაჟოს ან ქართული საზოგადოების მიმართ გამოიყენოს გარკვეული სადამსჯელო ინსტრუმენტები. მე კიდევ ერთხელ იმედი მაქვს იმისა, რომ ბრიუსელში ასეთი გადაწყვეტილება არ იქნება მიღებული, რომელიც მიმართული იქნება ქართული საზოგადოების, ქართული ხალხის დასჯისკენ. ამ წუთებში თბილისის პროკურატურაში გიორგი გახარიას საქმის ფარგლებში გამოკითხვაზე იმყოფება გიორგი ჭოლაძე. ჭოლაძე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი იყო. მან საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გააკეთა. პროკურატურამდე ჭოლაძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კითხვებს უპასუხა. კერძო სექტორის მხარდამჭერი მმართველობით საქართველოს მთავრობა მსოფლიოს საუკეთესო 30-ულში და ევროპის საუკეთესო 20-ულშია. ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში მარეგულირებელი მმართველობის რეიტინგს აქვეყნებს. საქართველოს უსწრებს ევროკავშირის კანდიდატ ყველა ქვეყანას და ევროკავშირის და ნატოს წევრ 15 სახელმწიფოს. მსოფლიო ბანკის ამ გლობალური კვლევის ფარგლებში საქართველოს 7 საერთაშორისო შემფასებელმა ორგანიზაციამ და პროექტმა შეაფასა, მათ შორის არის ამერიკული, გერმანული და ბრიტანული ორგანიზაციები. კერძო სექტორის მხარდამჭერი მმართველობით საქართველოს მთავრობა არის მსოფლიოს საუკეთესო 30-ულში, ევროპის საუკეთესო 20-ულში, კვლევა, რომელიც გამოაქვეყნა კარგი მთავრობის ანგარიშის ფარგლებში ჩენდლერის ინსტიტუტმა, წარმოებულია მსოფლიო ბანკის პროექტის გლობალური მმართველობის ინდიკატორების მიერ და 7 საერთაშორისო შემფასებელ ორგანიზაციას აქვს საქართველოს შეფასებული თვალსაზრისით. ტიტულოვანმა ორგანიზაციებმა საქართველოს შეაფასეს და საქართველოს მთავრობამ მაღალი შეფასება დაიმსახურა. დანიური კომპანია ნოვო ნორდისკის წარმოებული ინსულინი საქართველოსშია, შესაბამისად ტიპი 1 დიაბეტის მქონე ბავშვების მკურნალობა პრეპარატ ნოვორაპიდით უკვე ხელმისაწვდომია. პაციენტებს შეუძლიათ თავად აირჩიონ, რომელი პრეპარატით გააგრძელებენ მკურნალობას. ჯანდაცვის სამინისტროში განმარტავენ, რომ წარმოებელ ქარხანაში შექმნილი პრობლემების გამო ნოვო ნორდისკიმ წინასწარ შესყიდული მედიკამენტი საქართველოს დროულად ვერ მიაწოდა, თუმცა ქვეყანაში ინსულინის დეფიციტი არ ყოფილა და ბენეფიციარებმა მკურნალობა ნოვორაპიდის ანალოგი აპიდრათი გააგრძელეს. პაციენტებს, რა თქმა უნდა, ამგვარად ამ მედიკამენტის შემოტანით, იმ პირობებში, როდესაც არასდროს ინსულინის მიწოდება არც ერთი წუთით არ ყოფილა შეფერხებული და დაბრკოლებული, მათ ექნებათ კვლავაც ამ ალტერნატიული საშუალებით სარგებლობის შესაძლებლობა, მათ ექნებათ არჩევანი სხვადასხვა ყველაზე მაღალი ხარისხის პრეპარატებს შორის. ეს იყო პერიოდი, როდესაც ჰქონდათ შეზღუდვა ერთ-ერთ მედიკამენტზე, ამ პერიოდში ისინი მომარაგებულები იყვნენ სხვა მედიკამენტით, ალტერნატიულით, უმაღლესი ხარისხის ალტერნატივით. დღეიდან კვლავ ექნებათ მათ სარგებლობის შესაძლებლობა ორივე მედიკამენტით. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა შენახვის და საქართველოში შემოტანის ბრალდებით აზერბაიჯანის რესპუბლიკის მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ბრალდებულის ხელბარგის შემოწმებისას ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი აბები ნივთმტკიცებად ამოიღეს. დანაშაულები 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და გენერალური პროკურატურის თანამშრომლებმა ინტერპოლის მიერ წითელი ცირკულარით ძებდილი ყაზახეთის რესპუბლიკის მოქალაქე თბილისში დააკავეს. მსჯავრდებული ყაზახეთის რესპუბლიკის მიერ 2025 წლის ნოემბრიდან წითელი ცირკულარით იძებნებოდა. ირკვევა, რომ ის პირადი მატერიალური სარგებლის მოპოვების მოტივით ყაზახეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ეწეოდა უკანონო აზერტულ საქმიანობას, ონლაინ კაზინოს ორგანიზებასა და ფუნქციონირებას. მსგავსი საქმიანობა ყაზახეთის რესპუბლიკაში კანონით აკრძალულია და ლიცენზირებას არ ექვემდებარება. მან ასევე ონლაინ აზარტულ თამაშებში მონაწილე პირების მიერ მის კუთვნილ საბანკო ანგარიშებზე ჩარიცხული დიდი რაოდენობის თანხა უკანონოდ მიითვისა. ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელი უფროსი მრჩეველი ჯონათან ასკონასი საქართველოსშია. ამერიკის საელჩოს ინფორმაციით მისი ვიზიტის მიზანია განიხილოს, როგორ შეძლებს საქართველოს მხარი დაუჭიროს ტრამპის მარშრუტს საერთაშორისო მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის. ეს სატრანსპორტო მარშრუტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის შეერთებული შტატების შუამავლობით 8 აგვისტოს გამართული სამშვიდობო სამიტის შედეგია. ვიზიტის ფარგლებში ჯონათან ასკონასი შეხვდება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მთავრობის ადმინისტრაციის, ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლებს. საელჩოს ინფორმაციით ასკონასი ესტუმრა საბაჟო გამშვებ პუნქტს სადახლო საავტომობილო, რომლის მშენებლობა და აღჭურვა დიდწილად ამერიკის მხარდაჭერით გახდა შესაძლებელი. ქრონიკა 14-ზე დასრულებულია, ეთერში 16 საათზე დავბრუნდებით. დროებით.